ეხლა არის 10 წუთი. დავიწყოთ. მოგესალმებით. გადაცემა თანასწორობა ზუსტად 2 კვირის შემდეგ დაგიბრუნდათ კვლავ Facebook-ის პირდაპირ ეთერში, რადიო ჩემი ხმის Facebook Live-ში. დაპირებული სამებრ და მე მისი წამყვანი ესმა გუმბერიძე გახლავართ. ისევ დღეს ვსაუბრობთ ისეთ საინტერესო თემაზე, როგორიც არიან პიროვნებები. პიროვნებები არიან ჩვენთვის მაგალითები, ძალიან ხშირად სწორედ პიროვნული მაგალითი არის ხოლმე мотиваციის და შთაგონების წყარო. და სწორედ ასეთი мотиваციის და შთაგონების წყარო არის თანასწორობის დღევანდელი სტუმარი, სოფო ხუციშვილი, ახალგაზრდა, რა ვიცი, მომავალი იურისტი, მხატვარი და ასე შემდეგ. სოფო, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ შეძელით ჩვენთან დღეს მოსვლა. პირველ რიგში, მოდი გითხარი მოკლედ შენ შესახებ, სად სწავლობ და თავისუფალ დროს რას საქმიანობ? პირველ რიგში მოგესალმები ესმა, მივესალმები რადიო მსმენელებს, ლაივის მაყურებლებს და მეც მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ შენი დრო დამითმე მე და მოინდომე, რომ უფრო კიდე კარგად თავისკარიყავი საზოგადოების წინაშე. მე ვსწავლობ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ამჟამად მაგისტრატურის მეორე კურსზე ვარ, დავამთავრებ წელს. ვარ სამოქალაქოს განხრით იურიდიულზე და სამომავლოდ ვაპირებ, რომ გავაგრძელო ადვოკატის განმიმართულებით, ვაპირებ, რომ მიმოვაღვაწეო. კი, ცოტა მეტი რომ მოგვიყვე, თვითონ უნივერსიტეტში როგორც ვიცი, უკვე მე 6 წელია ფაქტობრივად რაც ხარ, ანუ საბაკალავრიატიც იქ დაამთავრე, მაგისტრატურაზეც იქ სწავლობ. აი, გარემო როგორი არის, ანუ შენ როგორ ვთქვათ, გიწყობენ ხელს, გამოცდებს როგორ აბარებ, როგორ ეცნობი ლიტერატურას და ასე შემდეგ, ამაზეც რომ გითხრა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ცოტა ეს რთულად არის ეს საკითხი, ანუ შესაძლოა მქონე პირებთან მიმართებაში არის გარკვეული სახის ბარიერები და რა თქმა უნდა, მეც მაქვს ეს ბარიერები, თვითონ ეს არანაირად არ არის თქვათ უნივერსიტეტის ბრალი, ეს უბრალოდ იმის ბრალია, რომ რაღაცეები ცოტა არ არის ისე კარგად განვითარებული სახელმწიფოში. თუნდაც ლიტერატურა არ არის ბრაილით ხელმისაწვდომი და ამიტომ მიწევს უშუალოდ დედაჩემის დახმარება, რომელიც მიკითხავს, ამ ყველაფერს მიმახსოვრებს ზეპირად და უკვე უშუალოდ შემდეგ ლექტორთან დედაჩემის საკითხის მეშვეობით ვაწვდი ამ მასალას, რაც დავალებულობს. თუ დასაწერი არის, ან შეიძლება ლეპტოპზე ავკრიფოთ ჩემით და ამოვეჯდო, ან კიდე თქვათ დედაჩემს ვკარნახობ, ვაწერინებ და მიმაქვს ის დავალება, რაც თქვათ კაზუსები არის თუ რა ტიპის დავალებაც იქნება. თვითონ უნივერსიტეტი, ანუ მე ჩავაბარე ალმა-ატაში, იმიტომ რომ ძალიან კარგი ინფორმაცია გამიგია ბევრი, ამ უნივერსიტეტზე თვითონ დონე ძალიან მაღალი არის და ლექტორები ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ლექტორები არიან, მოსამართლეები და ასე შემდეგ პარლამენტის წევრები და რა ვიცი, ანუ ძალიან ისეთი გამოცდილი და კარგი ლექტორები არიან, გამოცდილება აქვთ აგრეთვე საზღვარგარეთ განათლება მიღებული და ესაც ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არის, რაღაც მხრივ გამოცდილება აქვთ იქაური და უკვე უშუალოდ ანუ სტუდენტებთანაც უკვე იქაურ გამოცდილებასაც რო გვიზიარებენ. ჩავაბარე და ძალიან მომეწონა, ყოველთვის ცდილობენ რითი შემიწყონ ხელი და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ჩემზე მოუარგონ თქვათ რაიმე სახის თქვათ ესეთი ტიპის სამუშაო თუ არის ან რაღაცა, ყველაფერს მეკითხებიან, მე როგორ მირჩენია და მე როგორ მინდა და მზადყოფნას გამოთქვამს დეკანატი, რექტორი და ყველა ფაქტობრივად გვერდში მიდგას. გამოცდებს უშუალოდ ვაბარებ ზეპირად, ძირითადად ლექტორებთან ანუ შევდივარ და ის საკითხები, რაც ბავშვებს მისდით წერილობით, მე ლექტორი მიკითხავს იმ საკითხს და უკვე უშუალოდ მე ვუყვები, შეიძლება ანუ იყო შემთხვევები, როდესაც ლექტორმა ჩაინიშნა, მაგრამ ძირითადად ანუ მისმენენ და ისეწერენ შესაბამის ქულებს. თუ ტესტებია, შემოხაზავენ, რა თქმა უნდა, ჩემს მიერ ნაპასუხებს. და თქვათ გადაადგილება როგორ ხდება? გადაადგილება ვინაიდან რადგანაც ცოტა საქართველოში რაღაც ანუ ცნობიერება ცოტა არ იყოს და დაბალია
და გიყურებენ ცოტა რაღაცნაირად მე ანუ თეთრი ჯოხის მომხმარებელი სიმართლე გითხრა არ ვარ. Რო ვცხოვრობდი ევროპაში დიდი სიამოვნებით ალბათ მეც დავიწყებდი თეთრი ჯოხის სიარულს, მაგრამ საქართველოში რაღაცნაირად სიმართლე გითხრა მბოჭავს, იმიტომ რომ დამოკიდებულება ძალიან არასწორია. ალბათ ამეთანხმები ეს მას შენც. სტიგმატიზაცია მაინც არსებობს. კი, და საბედნიეროდ ძალიან კარგი მეგობრები შემხვდნენ, ჩემი ჯგუფელები, ძალიან გამემართლა და მათთან ერთად გვიწევს გადაადგილება. იქ მიყვავარ, რა თქმა უნდა, მამას ან თქვათ დედაჩემს ან ვინც არის იმ მომენტში და ვიცალია, წამიყვანს და უკვე დამტოვებენ უნივერსიტეტში და უკვე ჩემ მეგობრებთან ერთად ვახერხებ. შედარებით ცოტა მოშორებით ცხოვრობ და ეს თქვა რამდენად არის და შეიძლება იყოს რაღაც ბარიერი შენთვის რომ თუნდაც უნივერსიტეტის გარეთ რაღაც აქტივობებში, ლექციებში და მსგავს რაღაცებში თქვა მიიღო მონაწილეობა. არა, რაღა მეგავლაკეთი არჩევანი რომ ამ უნივერსიტეტში ჩამებარებ, ინა ესე იგი ვიცოდი რომ თქვა ჩემი საქმიდან მოშორებულია, ხო? ანუ დიღომში არის ჩემი უნივერსიტეტი და არ მიჭირს არანაირად, იმიტომ რომ თუ დედაჩემს ან მამაჩემს არ თალიო, უკვე მეგობრებთან ერთად მივდივარ, სასამართლოში იქნება თუ სად იქნება და უკვე უშუალოდ შეიძლება იქ მომაკითხონ და იქიდან წამიყვანა. შეიძლება თქვა კაფეში მივდივარ, სად მივდივარ, ეს არანაირი დისკომფორტი არ არის, ის რომ შესაძლოა თქვა შორს არის და რაღაცა ანუ მანძილი პრობლემას არ მიქმნის, იმიტომ რომ ყავს ადამიანები გვერდში, მეგობრები, ოჯახის წევრები. ადამიანები ყველას აუცილებლად ჭირდება, ყველა ნებისმიერი ადამიანი მაინც სხვებზე არ დამოკიდებული და ყველანი ერთმანეთზე ვართ მაინც დამოკიდებულები. ახლა გვიანბე ცოტა მეტი სამართლის კლინიკების შესახებ, რომლებიც თქვენთან პრაქტიკაზე ორიენტირებული კურსის ნაწილია ასევე ეს. ხო, ამჟამად ჯერჯერობით სწავლა დამიწყდა, ოქტომბერში ვიწყებ და როგორც ზოგადად ვიცი ინფორმაცია, კარგად მეც სიმართლე გითხრა ჯერჯერობით არ ვარ გარკვეული. ანუ ესეთი კლინიკური კლინიკა უნდა სამართლის კლინიკა უნდა გავიაროთ, ერთ-ერთი ესეთი საგანია. და უშუალოდ უნივერსიტეტს აქვს მემორანდუმები, სადაც უშვებს ორგანიზაციებში, შეიძლება ეს სამინისტრო იყოს, გამგეობა იყოს და ასე შემდეგ, თვითმმართველ ორგანოებში. და ჩვენ ანუ სტუდენტებს გვანაწილებენ, გვიწევს იურისტებთან ანუ ურთიერთობა, მათ ფაქტობრივად ასისტენტები ვართ. და ვეცნობით უფრო უშუალოდ სიტუაციებს, როგორ ხდება, რა ხდება და უკვე კონსულტაციებსაც უწევთ კლიენტებს. შეიძლება მერიაშიც მოგვიწევს თუნდაც ერთი დღე გასვლა და იქ მოქალაქეებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. და რამდენად თქვა უნივერსიტეტს უკვე ალბათ ექნება, ხო, შენთან კომუნიკაცია იმაზე თუ როგორ იქნება, თქვა შენთვის რა გარემო დაგჭირდება შენ რომ უზრუნველყო. კი, ამაზე დაიწყო საუბარი და ნუ შევთანხმდით რომ დაიწყება სწავლა უფრო კარგად, ანუ დავილაპარაკებთ ამ თემას, კი. შენ ახსენე რომ ბეჭდავ ხოლმე და კომპიუტერით კრებ. თუ შეგიძლია ამაზე რომ მეტი გითხრა, ზოგადად როგორ ხმარობენ უსინათლოები, როგორ იყენებენ უსინათლოები კომპიუტერს. სხვადასხვა ამაზე ხო, ბევრი ვერს უყვირს რომ თქვა Facebook-ის მომხმარებელი ვარ ან Skype-ით, არგება მეილით შემიძლია გავაგზავნო თქვა რაიმე სახის ინფორმაცია. არის სპეციალური პროგრამა NVDA, რომელიც მიწერია ლეპტოპში, ასევე მობილურ ტელეფონშიც აქვს თავისი mobile speaking, რომელიც ეკრანზე არსებულ ინფორმაციას კითხულობს, რაც არის აბსოლუტურად და უკვე იმის დახმარებით, რომ ამიკითხავს, შემდეგ ანუ დასაწერილში, ანუ ჩვენც ავკრებთ მესიჯი მინდა თუ რა მინდა გავაგზავნი ინფორმაციას. თუ რაიმე სახის ინფორმაციის მოძება მინდა გუგლში დავსერჩო ასე რომ ვთქვათ და მოწევნი ანუ ეს ბარიერიც ასე რომ ვთქვათ მოიხსნა ტექნიკასთან მიმართებაში ტექნოლოგიებმა უკვე შეშემოპირებს ნამდვილად ხელი შეუწყო ადაპტაცია უფრო მოახდინეს. ახლა აუცილებლად უნდა გადავიდეთ უკვე შენს ჰობიზე თუ მეორე პროფესიაზე, რომელიც არის ხატვა. ცოტა მეტი ამაზე გითხრა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, რომ უსინათლო ადამიანს აინტერესებს ხატვა. აი, ამაზე რომ გითხრა, ხო, რატომ როგორ დაინტერესდი, როგორ ეძებ, რაში ეძებ, თქვათ შთაგონების წყარო რა არის შენთვის და ასე შემდეგ. შთაგონების წყარო სიმართლე გითხრა, არ ვიცი, ბავშვობიდან მაქვს მხედველობის პრობლემა და რაღაც, ანუ ფიქრობ, რომ ყველა ადამიანს აქვს
თავისი სამყარო, რომელიც შეიძლება არ უნდადეს რომ სხვა ადამიანებს დაანახოს ის განცდები და ის რაღაცა გრძნობები, რაც შეიძლება ვფიქრობს რომ სხვებისთვის არ არის არ უნდა შეაწუხოს ამით და უბრალოდ თავისთვის უნდა გქონდეს. მეც აი პრობლემა ბავშვიდან დამეწყო და სიმართლე გითხრათ დღესია რაღაცა არ მქონია მე ბავშვებს აღიქვა მისაც რთულ პრობლემად. თან ისეთი ოჯახის წევრები შემდგენ გამემართლა რომ ეს არც მიგრძნია რომ რაღაცა ტრაგედია იყო ჩემ ცხოვრებაში. ასევე ჩემი მეგობრები და რაღაცა ადვილად მოვახდინე ჩემ პრობლემასთან ადაპტირება. მაგრამ რა თქმა უნდა რაღაც სახის სირთულეები მე მქონდა რაღაც განცდები და ამიტომ რაღაც ისე მოხდა რომ ფურცელთან გადავწყვიტე დამეკობრება როცა რაღაცა თქვა ცოცხალს ეწევიყავი ან რაღაცა თქვა არ მომეწონებოდა და რაღაცა ჩემთვის შევიდოდი ოთახში და ხატავდი ხოლმე და თქოს იმ ჩემს განცდას უზიარებდი ფურცელს და ეს დავიმეკობრე ფურცელი ანუ მიყვარს ეს პროცესი რაღაცას რომ შიგნიდან თითქოს გადმოვცემ გარეთ და თავისუფლდები. ანუ რაღაცა ერთგვარ თერაპიასავით გავიკეთე, ანუ ეს ბავშვობიდანვე გაქვს ეს ინტერესი? კი, ეს ბავშვობიდანვე მაქვს. მე იყო სკოლაში ვსწავლობდი, სადაც დაამთავრე კლასში ვიყავი, რომ ჩემი მეგობრებმა მითხრა, კეთდებოდა ესეთი პროექტი ამერიკის სალშოში. ანუ გამოფენა უნდა მოწყობილიყო ხელნაკეთ ნივთების და თქვათ ვინმე თუ ხატავს და იცოდა რაღაცა რომ ანუ ეს რაღაც გატაცებული ვიყავი და თუ მქონდა სურვილიო წავსულიყავი ხატვართან უშუალოდ სახელოსნოში და იქ დამეხატა ჩემთვის და რამდენად გამომივიდოდა და თუ კარგი გამოვიდოდა ნუ გამოფენაზე გაგვეტანა მე კი კარგი თქო იმიტომ რომ მე ზოგადად სიახლეები მიყვარს ცხოვრებაში არ მიყვარს ერთფეროვნება ანუ რაღაც ახალს ვეძებ გამოწვევები მხილავს და წავედით მართლაც ბატონ გია გურასპაშვილის სახელოსნოში და დავიწყე ხატვა. ხატავდი ჯერ ღრუბელით, ღრუბელი რომ არის მაგით. და რა ვიცი, საკმაოდ ბევრი რაღაცა დაინახა სხვათა შორის იმ ადამიანმა ჩემს ნახატებში. არაზე ხატავ ეხლა ფურცელზე თუ თქვა და როგორი საღებავით და რა ფერებს იყენებდი? თავიდან ხატავდი სიმართლე გითხრა შავფერში. რა ვიცი, ეს დაიწყო ჩემი ხატვა. მაგრამ მე უფრო ფერები შეურია, მიყვარს ძალიან როცა ვიყენებ წითელს, იმიტომ რომ ჩემთვის წითელი რაღაცნაირად იმედთან ასოცირდება და სიყვარულთან, ბედნიერებასთან იმედი მაინც რაღაცა უფრო ესეთი ფერია. ხიარული და ნათელი და მინდა რომ ეს ფერი ყველა ცხოვრებაში იყოს ძალიან ბევრი. კიდე მიყვარს ძალიან ცისფერი. ვინაიდან რადგანაც მე ძალიან მიყვარს სხვა, ყოველთვის ვიყენებ ხოლმე ჩემ ნახატებში ცისფერ ფერს. და მწვანეც ძალიან მიყვარს მწვანე, რაღაც უფრო სიმშვიდესთან ასოცირდება და თუ ჩემ ნახატს დაინახავთ მწვანეში, ესე იგი მაშინ ძალიან ანუ შვიდი განწყობა მქონდა შინაგანად რომ ეს ფერი გადავწყვიტე და ავირჩიე ოფერში ხატვა. ეხლა გამოფენებზეც რო გითხრა თუ გქონიან გაყიდვები ან რაღაც გქონია სურვილი ინტერესი და სამომავლოდ რას გეგმავ ამ კუთხით? ხო, გამოფენები მქონდა ამერიკის სალშოში მქონდა. მაშინ იყო ერთი შემოთავაზება, ერთ ადამიანს უნდა მაგრამ არ გავყიდე და დღესაც კატეგორიულ უარს ვაცხადებ გაყიდვაზე. სხვადასხვა შორის ნიჭიერშიც რო გამოვედი მეორე დღეს დამირეკა ერთმა ადამიანმა და მითხრა რომ ძალიან მოიხიბა ჩემი ნახატი და უნდა ყიდვა, მაგრამ მე განვცხადე უარი, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ფაქტია რომ ვერ ვხედა, ვერ აღვიქვა მთვარი ჩემი ამ სამყაროს და ვხატავ ისე ხო? და მე ვფიქრობ, რომ ეს ნახატები ჩემი სულის ნაწილია და მინდა როცა დავინახავ ის მოხდება ახლა მომავალში, რომ ეს ჩემი ნახატები უკვე ჩემი თვალით შევაფასო და ვნახო თუ რა სამყაროში ვცხოვრობ და ძალიან მაინტერესებს და რო გავყიდო უკვე დაიკარგება და გული დამწყება შესაბამისად გაყიდვას არ ვაპირებ. თუ არ ქვეყნებ ან Facebook-ზე ან რაიმე სოციალური არა, არც დამიდე, რომ ესეთი პოპულარიზაცია და რაღაცა ჩემი თავის სიმართლე გითხრა არ მიყვარს. გამოფენები კიდე მქონდა სიღნაღში. ერთ გამოფენა იქაც ჩავატარეთ. კიდე ეხლა მქონდა ერთ-ერთ კაფე გალერეაში იყო, იქ დადიანის ქუჩაზე ერთ სახელი სამწუხაროდ გამოვიდა და მათ მქონდა
გამოფენა და ხო, ვფიქრობ მეტი არის. და რას ხატავ ხოლმე ამაზეც რომ ვიტყვი? ხო, ძირითადად როგორც აღნიშნე, როცა ვთქვათ თუთხასეთ ვარში, მაშინ ხატავ, ცოტა რთულ ემოციებს გამოვხატავ შინაგანად, რომ განთავისუფლდე. ანუ ვთქვათ, ერთ-ერთი მიყვარს აბსტრაქციების ხატვა ძალიან. ჩემს სახელებსაც კი ვარ მომნახატებს, ერთ-ერთი მოქვს ანუ რაღაცა ასე დავარქვი, ცხოვრების რაღაცა სირთულეთა, რაღაც ესეთი იყო. კიდევ ხატავ მაშინ, როდესაც თუ ვარ შეყვარებული, ძალიან მაშინ მიყვარს ხატვა, ანუ რაღაცა ის ემოციაც როგორც თული და ეს თული განცდები, როგორც ანუ შინაგანად გაწუხებს და გინდა რომ გადმოსცე, როცა შეყვარებული ხარ, ბედნიერი ხარ და ის ემოციაც გინდა რომ გარეთ გამოუშვა და რაღაცა გაუზიარო სხვებს და ამ დროსაც მიყვარს ხატვა. ამ დროს სულ წითელ ფერებში მაქვს ხოლმე ნახატები. გამარჯვების ფერებში. და რამდენად ხშირად ხატავ? ანუ ან რამდენი ხანს უნდათ თქო ერთ ნახატის შექმნას და სულ რამდენი ნახატი გაქვს? ანუ თუ ხო, მაქვს ერთი დაახლოებით 40-50 ნახატამდე, ეს უფრო სერიოზული ნახატები დავარქვათ. ხშირად როგორ იცი ესმა, ანუ მაქვს პერიოდები, შეიძლება თვეები გავიდეს და არ დავხატო. რაღაც ისე, მაგრამ შეიძლება მოვიდეს პერიოდი და ვთქვათ დღეში 3 ნახატის კი დავხატო. ან რაღაც 2, ვთქვათ. და ეს იყოს ერთი კვირის განმავლობაში, მე ისე შევწყვიტო და ასე შემდეგ. ანუ ესე ყოველდღე ხატვა არ მაქვს სურვილი. რაღაცა უნდა მუსა უნდა მომივიდეს შინაგანად, შეიძლება ხატვა მუსიკამაც კი გამოიწვევს. აი დღეს ერთი სიმღერა გამომიხსნა ჩემო მეგობარმა და იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ ხატვა მომანდომა რაღაცა წარმოვიდგინე, რას დავხატავდი იმ მომენტში. რაღაცა რომ ზღვასთან ესეთი წარმომიდგა სურათი, რომ სხვა არის, მიგზივარ ჩემთვის და ფიქრობ, ანუ სიმღერა და რაღაცა ხამე იყო, ვარსკვლავი მოჭედებით, ეს რამაც კი იმოქმედა. და სხვა ხატრობისგან მაგალითად ანუ აბა შეიძლება ხო რომ აღწეროს ვიღაცამ ნახატი და ასე შემდეგ, ასე თუ იღებ რაღაც შთაგონებას, ან ვცდილობ რომ ვიღაცის სტილს. არა. ეს ხატვა ხო ჩემი ჰობია და არ არის პროფესია და ანუ ის რასაც მე ვაკეთებ, ეს ჩემია, ჩემეულია და არავის არ ვაპირებ რომ თქვათ გავეცნო, ანუ ეს სერიოზულად დიდად არც უყურებს სიმართლე გითხრა. ეს რომ ხობაც მიმაჩნია ხატვაში. მოდი სოფრეხა შენ კიდევ ერთი შენი ჰობის შესახებ მოგვიყევი, რომელიც უკვე სპორტს უკავშირდება. აი ძალიან მრავალმხრივი ადამიანი ხარ. იქით სპორტი, იქით ხელოვნება, თუ შეიძლება ამაზეც აი გუშინაც რო დაგირეკე, ამ ჰობით იყავ ესე თქვა დაკავებული. ხო. ბარსელონას უყურები შევდამირეკე. ძალიან მიყვარს ფეხბურთი. და ჩემ ოჯახში ძალიან უყვართ ფეხბურთი, მაგრამ მე უცბად ესე ჩავერთე, ზუსტად მახსოვს 2008 წელი იყო, ჩემთან ლიგის თამაში იყო, მანჩესტერი თამაშობდა ბარსელონას და სკოლზის გოლით გამოვარდა მაშინ და რაღაც იმ დროს ესე უბრალოდ დავჯექი ტელევიზორთან და მესის ანუ ძალიან ესეთი მაშინ იყო 20 წლის ფორზები და პერსპექტიული ფეხბურთად ითვლებოდა საკმაოდ. და ობოლაძე სულ ახსენდა მესტიმეს და ისე იმდენად ჩამრჩა ეს გულში, რომ თავინტერესდი ვინ არის მეთქი ესეთი ეს ბიჭი თქო და დავიწყე ინფორმაციების მოძიება იქიდან და უკვე დავიწყე მე რა ბარსელონას გულშემატკივრობა. ძალიან აქტიური გულშემატკივარი ვარ, თამაშს ფაქტობრივად არ ვტოვებ. იმდენად რაღაც გამიჯდა, რომ ჩემი ცხოვრების ჩვეულად იქცა ეს ყველაფერი და 2 წლის წინ 2015 წელს ბარსელონა სევილიას თამაში რომ იყო საქართველოში, რა თქმა უნდა, მაგ თამაშზე ვიყავი, მაგას როგორ გამოვტოვებდი. შენთვის ალბათ მნიშვნელოვანია კომენტატორის ნიჭიც, ხო? რომ დეტალურად აღწერს ის. რა თქმა უნდა, ანუ ცოტა ამ კუთხით საქართველოში მოიკვეთებენ, მაგრამ ვახერხებ მაინც ის სიამოვნება მივიღოთ, თან ჩემი ძმაც ძალიან მოყვარულია ფეხბურთის და მამა ჩემის და ისინიც თუ რამის მაკლებენ, კომენტატორები მივსვენ, ვთქვათ, ჯარიმა საიდან უნდა დაარტყას მიხსნიან და ასე შემდეგ კუთხური და რა ვიცი, ანუ
ძალიან აქტიურად ჩართულებიანი, ჩემთან ერთად ხოლმე თქვათ ბარსელონას გულშემატკივარი არ არის ჩემი ძმა, ჩემი მტერი არის გულშემატკივარია, მაგრამ ბარსელონას თამაში წამომყვა და საკმაოდ კარგად მიხსნიდა თუ რა ხდებოდა მოედანს და შეიძლება ცოტა გამომივიდეს, მაგრამ ზოგიერთი იქ ვინც იყო მოედანზე, ტრიბუნებზე, იმაზე მეტადაც კი გავიგე თუ რა ხდებოდა მოედანზე, იმიტომ რომ გოლზე არ იყვნენ ერთი ბიჭი ამბობდა რომ ეს როგორ ფეხბურთელი გაიყვანა და ეს როცა ფეხბურთელი გაყავს ტრენერს იმას ვეღარ დააბრუნებს უკან რა უკვე ზამენად შეცვალდება ეს ბიჭი ესე ამბობს ინიესტა ეხა დააბრუნოს მოედანს და მეთქი ეს სად მოხვდა ფეხბურთი თუ კარბურზეა თქო ერთი კითხეთ მეთქი იმიტომ რომ ანუ ვიღაცა შეიძლება ეთქვა ჩემზე აი ვერ ხედავს რა უნდა მაგრამ ის თუ ხედავდა იმან ხო რას ამბობ ბევრი იცოდა ფეხბურთზე რა შესაბამისად არ იმ ხალხის აზრი რომ თუ ვინმე რამე სიტყვა რომ რა უნდა ამ გოგოს დავაიგნორე არ მივიჩნიე მნიშვნელოვნად მათი აზრი და მე რა თქმა უნდა წავედი და იყო ასეთი აზრები? არა არ გამიგია საბედნიეროდ არ გამიგია მაგრამ შეიძლება ყოფილიყო ნუ მე მაინც ეს ვიფიქრე რომ შეიძლება ყოფილიყო და ხო არ დავრჩეთქო სახში მაგრამ არა რა თქმა უნდა ბარსელონა იყო და მე რა გამოიჩერებდა სახში ჩვენ გადაცემას თანასწორობა გვქვია და მოდი გითხარი სოფო შენი აზრით რა გჭირდება ანუ რა ბარიერი არსებობს შენთვის რა ბარიერს ხედავ თქვათ იმისთვის რომ თანასწორობა მართლაც იყოს მიღწეული რეალურად მე ვფიქრობ რომ მესმან ანუ წინა გადაცემასაც ვუსმინე თქვენ გადაცემას და ანუ საზოგადოებას კი რა თქმა უნდა არ აქვს ის რაღაც ცნობიერებას არასწორად აქვს რაღაცები აღქმული რომ აი მე რაღა ვერ ხედავს რაღა მეტში ზის რაღაცა ვაიმე ამას როგორ შეუძლია და თუ აკეთებ და გმირი ყოფილიყარ რატომ ყოფილა გმირი თუ ვთქვათ ვსწავლობ ეს ხო ჩვეულებრივი მომენტია ეს ხო რა ვიცი ნებისმიერი ადამიანის უფლება ისწავლოს და ანუ დიდი ბოდიში მაგრამ ანუ ვისაც ვთქვათ ისეთი გონებრივი შეზღუდვა აქვს შეიძლება იმან თქვათ ისე კარგად ვერ აითვისოს თქვათ ხო ის იურიდიული იქნება თუ თქვათ ბიზნესი იქნება შეიძლება იმან ვერ მოახერხოს მაგრამ მე რატონა ჩავითვალო გმირად რომ თქვათ მოვინდომე სწავლა არანაირად ეს არის ჩემი უფლება და აი აქ ცდებიან ადამიანები როცა გმირებად მიიჩნევიან თქვათ შეზღუდული მქონე პირები როცა რაღაცა აქტივობაში ხედავენ ეს არ არის გმირობა ეს არის ჩვეულებრივი საქმიანობა აი მე ყველას ვეკითხები ყოველთვის უსინათლოების უჩინარობასთან დაკავშირებით. ხო, ჩვენ ყველაზე უჩინარი თემი. აი შშილ პირთა თემს შორის რო ვთქვათ, ხო, ვაღიაროთ რომ საკმაოდ ნაკლებად ვჩანვართ. იცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ არა მარტო საზოგადოების, არამედ ესმა ჩვენი ბრალია. იმიტომ რომ ჩვენ არ ვინდომებთ რომ რაღაცა გავაკეთოთ. იმდენად ხდებით დამოკიდებული ოჯახის წევრებზე და ასე შემდეგ, კმაყოფილდებით უკვე თქვათ ბევრი არის რომ არის თქვათ სახში ზის, ჭამს, ძინავს. ეს არის მისი ცხოვრება და მე საზოგადოებას ვაკრიტიკებთ. კი, საზოგადოებას ასწორი ხედვა აქვს, მაგრამ ის არასწორი ხედვა ზუსტად იმ სახში მჯდომა ჩამოუყალიბა. ის რომ ზის სახში და არ იბრძვის და არ უნდა რომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი საზოგადოებაში, საზოგადოებას იმიტომ ექნება ესე შეთავაზება, რომ ეს საცდავი არსება. იმ დღეს ვიყავი მეგობართან ერთად მომიწია მეტროთი გადაადგილება და გამოიარა ერთმა ადამიანმა და ესე ამბობს манипуляციას აკეთებს უსინათლო არ დამეხმარეთ. რა შუაშია უსინათლო არ დამეხმარეთ. უსინათლობა დახმარებას არ უნდა ნიშნავდეს ჩემი აზრით. ეგრე ასე ხედული ადამიანები ცხეიდან და ითხოვენ დახმარებას. ჩამოჯდეს მაშინ და მოითხოვოს დახმარება თქვათ როგორც ნებისმიერ ადამიანს და არა იმის გამო არ მოითხოვოს დახმარება რომ ის უსინათლოა. მე სხვათა შორის ანუ ჩვენ ვისაც ეს პრობლემა აქვს ამათაც ვაკრიტიკებ რომ ესენი ჩვენს დამნაშავეები ვართ რომ ჩვენ არ ვაკეთებთ ბევრ რამეს რაც უნდა გავაკეთოთ რეალურად და მარტო ვაკრიტიკებთ იმ საზოგადოებას რომელსაც არასწორი ხედვა კი არასწორი ხედვა აქვს მაგრამ ვინ გაუჩინეს არასწორი ხედვა და ერთეული ადამიანები კი ვცდილობთ მე შენ და ასე შემდეგ არიან ერთეული ადამიანები რომლებიც ვცდილობთ რომ ეს არასწორი ხედვა შევაცვლოთ მაგრამ ცოტა რთულია, როცა ამას ცოტა ადამიანი იცნობს, რა თქმა უნდა, უფრო მარტივი იქნებოდა, რომ ეს ყველამ ერთად მოვიდომოთ.
პიროვნულ მაგალითს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ზოგადად ყველა ადამიანი, ყველა ნებისმიერ ადამიანზე შესაძლოა ნამდვილად ერთი წიგნის დაწერა და ჩვენს ძალიან სოფოს ისეთი მრავალმხრივი ადამიანი არის, შეგვეძლია გაცილებით უფრო მეტი ვისაუბროთ მასზე და ასევე მას ვესაუბროთ უკვე მის შეხედულებებზე. თუმცა სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო გვანილ-ნელა იწურება და ბოლოს უახლოვდებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა სოფოს გადავუხადო გადაცემაში მონაწილეობისთვის, თავისი გამოცდილების და ცხოვრების გაზიარებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად სწორედ პიროვნული მაგალითები აკლია ადამიანებს რაღაც სტერეოტიპების დასაძლევად და იმის დასანახად, რომ რაღაცები უფრო მარტივია, რაღაცები უფრო რთულია, ვიდრე თქვათ შეიძლება გვეგონოს და ასე შემდეგ. ჩვენ გადაცემას ასევე განმეორებით უკვე თვითონ რადიო ჩემი ხმის ეთერში გაიგონებთ მოისმენთ შემდეგ კვირას, ზუსტად ხუთშაბათს. თვალიადენთ ჩვენს Facebook ვერტს რადიო ჩემი ხმას და იქ გამოჩნდება უკვე ანონსიც ამ გადაცემისა. ასევე გვისმენთ SoundCloud-ზე, ჩვენ კი ზუსტად 2 კვირის თავზე დაგიბრუნდებით. მადლობა ნახვამდის.